რას უკავშირდება თორნიკე რიჟვაძის თანამდებობის დატოვება? ამასთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე განცხადება, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, დანარჩენი გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ შეგიძლიათ რომ მიმართოთ ბატონ თორნიკეს. არ დაინტერესდით თქვენ თვითონ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მას ეფექტურ მენეჯერად მიიჩნევდით და ასე აფასებდით, თუმცა მოულოდნელად მან დატოვა თანამდებობა. ეს არის საზოგადოებისათვის, ასე ვთქვათ, ნაკლებად საინტერესო, გამომდინარე იქიდან რომ მე რომ წვიცოდე მე არ მაქვს იმის უფლება რომ ვისაუბრო სხვის მაგივრად. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო მისი კითხვები არ გაგიჩნდათ თქვენ? მაცადე ვამბობ, დავასრულებ წინადებას და შემდეგი კითხვა კი ბატონ. ის მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება არის ინფორმირებული, მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, დანარჩენი რა იყო მოტივატორები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეგიძლიათ ბატონ თორნიკეს მიმართოთ, ის რჩება გუნდის წევრად, არ დაემალება საზოგადოებას, გექნებათ შესაძლებლობა რომ შეხვდეთ მას სხვადასხვა ფორმატში და შესაბამისად ჯობია რომ მისგან მიიღოთ ინფორმაცია, ვიდრე მესამე პირისგან ამ შემთხვევაში ჩემგან. მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. რომც არ ვიცოდე, არც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს როცა პირად გადაწყვეტილებაზეა საუბარი, პირადი გადაწყვეტილება, იმიტომ ქვია პირადი, რომ ის პირადია და სხვისთვის არ არის სათვთომი და გასაგები. საზოგადოება ახსენეთ, რა ტიპის კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულება გაგაჩნიათ თქვენ საზოგადოების წინაშე? თქვენ რას გულისხმობთ? თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოება ანგარიშვალდებულად არ ჩათვალა და Facebook პოსტით დაემშვიდობა ის თანამდებობას და თქვენ ეს რამდენად სწორად მიგაჩნიათ? ეხლა ჭიქაში ქარიშხლის სატეხის მცდელობაა ეს ყველაფერი, გამომდინარე იქედან რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს როგორ ხდება ამ ტიპის თანამდებობის პირის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება და საჯარო სივრცეში Facebook-იც არის საჯარო სივრცე გაკეთებული განცხადება სამართლებრივად აბსოლუტურად არის საკმარისი იმისათვის რომ გადადგომის აქტი ჩაითვალოს ასე ვთქვათ შემდგარად და წავიდეს შემდეგი პროცედურები შესაბამისად ეს პროცედურები მიმდინარეობს ახლა. თუმცა მას ბრიფინგი არ ქონდა და თქვა ის საზოგადოების წინაშე რაც მას სურდა. განსხვავებული კითხვები არ ზოგადად კითხვები ვერ დაისვა მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ეს რამდენად სწორად მიგაჩნიათ თუ მართლაც ყველაფერი რიგზე არის, მაშინ რატომ გადაწყდა ამ ფორმატში დამშვიდობება? ახლა თქვენ ფიქრობთ რომ ამ კითხვაზე მე მექნება პასუხი გეუბნებით რომ სამართლებრივად აბსოლუტურად საკმარისი იყო ბატონი თორნიკე რიჟვაძის მხრიდან იმ განცხადების გაკეთება რაც გაკეთდა. დანარჩენი შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ თორნიკეს, როდესაც ამის შესაძლებლობა გექნებათ. მე როგორც კიდევ ერთხელ მეორე ვიცოდე, ამის ეთიკური უფლება არ მაქვს. ჩვენ ყველა ჩვენს ნათქვამზე ვაგებთ პასუხს, ბუნებრივია ხო? ბატონმა თორნიკემ სამართლებრივად სწორად შეასრულა ის ვალდებულება, რაც გადადგომისათვის იყო საჭირო. უფრო მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მას. რატომ დატოვა თანამდებობა? თქვენ კითხვა არ გაგიჩნდათ ბატონ დავით? რა მნიშვნელობა აქვს მეთქი მე გითხარით ეხლა 100-ში რომ დამისვა სულხან კითხვა 100-ვე შემთხვევაში ერთ და იგივეს გიპასუხებთ ეხლა თუ გინდა ვილაპარაკოთ თქვენ დასვამთ კითხვას მე გეტყვით მიმართეთ ბატონ თორნიკეს დავიწყოთ აბა ათვლა ერთი მე თქვენ გეკითხებით რატომ არ გაგიჩნდათ ან თუ გაგიჩნდათ კითხვა რატომ დატოვა მან თანამდებობა და ეხლა მე რომ ამიჩნდა კითხვა ეს ამაზე უნდა ვისაუბრო მე საინტერესოა საზოგადოების იმიტომ რომ მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას თქვენ რომ გადაწყვიტეთ რომ წამოსულიყავით TV25-დან გამიჩნდა კითხვა რატო წამოვიდა მეთქი მაგრამ მე ამაზე არამეტეხია ერთი ამბავი ეს არის თქვენი პერსონალური გადაწყვეტილება მოტივატორი იმისა რა იყო თქვენ არ გაქვთ ვალდებულება რომ ახსნათ ბატონმა თორნიკემაც მიიღო ეს გადაწყვეტილება მე მის ამ გადაწყვეტილებას პატივ ვცემ და მეც მოგიწოდეთ თქვენც მოგიწოდებთ რომ უნდა ვცეთ პატივი ესეთ უნდა ხვდებოდეთ განსხვავებებს ჩემსა და ჩინოვნიკის შორის საზოგადოების წინაშე გაქვთ თქვენ ვალდებულება ბატონ დავით და თორნიკე აღარ არის უკვე ჩინოვნიკი ბატონ თორნიკე გადადგა თანამდებობიდან და დანარჩენი უკვე ეხლა არის მისი პირადი სივრცე რაც შეეხება მისი თავმჯდომარეობის პერიოდში გაკეთებულს მიღებულ გადაწყვეტილებას ამაზე ბატონ თორნიკესთან შეგიძლიათ ისაუბროთ მათ შორის გადადგომასთან დაკავშირებით.